და აი ასე შემოკარგებო ყველაფერი კარგად იქნება. მართლაც იქნება როგორც იმ სიმღერაში, მაგრამ განსაზრდელები ცუდი თუ ხდება, ღვთის დაშვებით ხდება. მაგრამ ღვთის დაშვებით რო ხდება ცუდი. ამას საბოლოო კეთილი მიზანი მაინც აქვს. აი განსაზრდელი როგორც ადამიანის ირგვლივ რაც ხდება ღვთის განგების გარეშე არაფერი არ ხდება. მით უმეტეს მართმორწმუნე ერის ირგვლივ და შიგნით რაც ხდება არაფერი არ ხდება ღვთის დაშვების გარეშე. მაგრამ ეს საბოლოოდ და სიკეთით დამთავრდება. აი პატრიარქი ყოველთვის გადაგებაში ამბობს. აი ესეც სიტყვებს რომ მწუხარება აუცილებლად გადაივლის მერე შეესაბამება სიხარულით რა. აუცილებლად. აი ამიტომაც ეს აი მაგალითად გრიგორი ღვთისმეტყველი ხო? როგორიც მინდა მამა არა. აი ეს ამბობდა მას ეკუთვნის ეს სიტყვები რომ უმჯობესია ომი ვიდრე სიმშვიდე რომელიც ღმერთისაგან გვაშორებს. აი ახლა მსოფლიოში ეგრეთ წოდებული სიმშვიდე ნამდვილად გვაშორებს ღმერთისაგან. იმიტომ ეს არის მიიქანება მთელი მსოფლიო ჯოჯოხეთისგან. აი ეს არნახული გარყვნილება, ეს გავრცელებული ეს მამათმალობა, 1000 ეს წოდებები, ეს ახალგაზრდების გარყნა და აი ვინ საქართველოს მაგალითზე ეს დამბობელი საერთოდ ეს ამერიკანიზაცია მთელი ეს სულისკვეთებით ყველაფერი და ეს არის. აი გადახედა ახლა ბავშვები როგორ მოდიან სკოლაში, უნივერსიტეტებში, ხო? რებიაციად რა. ნახევრად შიშველები რა. ესე არის ნაწილები გადაჭიმული, უყურებ ეს მაგი უნივერსიტეტში მოვიდა თუ რა ვიცი, რომელიღაც შეეშალა რაღაცა. როგორ შეიძლება ეს? გამოვა მე უნივერსიტეტი დიპლომირებული ბოზე. რა შეჭირდება ეგეთი რამ მიხარ? ადამიანი მოქალაქე ხო უნდა გავიდეს, არა? გინ სკოლა იყოს და მithumetes უნივერსიტეტიდან და. აუცილებლად რა. არა და ყველა ჯვარს ატარებს. მაგრამ ეს რბილად რო თქვა ხო შეუსაბამოა, რა? ჯვარს ატარებ, ქრისტიანი ხარ, კალი ხარ ხო? და გამომწვევად კი არა, ნახევრად შიშველად გადიხარ ქუჩაში. ქრისტიანები ესე არ აკეთებენ. ან შეიძლება რომ დაუშვათ წელიწადში რამოდენჯერ ეკლესიაში მოხოთ კაბით მოდიხარ და დაანჩენ დროს თუ დადიხარ იმით ესე გეგონება ის ღმერთის ტაძრიდან როცა ტაძარში რო შემოდიხარ მაშინ ხედავს და რო გადიხარ მე თვალებს ხუჭავს ღმერთი ხო ეგრე სად არის აი ეს არის ფარისევლობა რომელიც მკვიდრდება საზოგადოებაში და საუბედუროდ ეს დამკვიდრება ამ ფარისევლობას მიდის ზევიდან აი ეგ არის უბედურება რა. ადრე ქვეყნის მმართველები კარგი მაგალითს უშვებდნენ ხალხს. ეხლა პირიქით ხდება. და ესე ყოველთვის იყო, იცით, აი უნებლიეთ ხალხი ბაძავდა რა, ამ ქვეყნის ძლიერებს რა. ამიტომ ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ამას. და როცა ისინი სწოდავენ და აფროლებენ ხალხს და ღუბავენ პირდაპირ საზოგადოებას ამაში შეიძლება მხილება შესაბამისი და მამები განსაკუთრებულად მე-19 მე-20 საუკუნის მამები ამბობდნენ რომ სადაც თქვენ ნახავთ რომ აი ესეთი უსამართლობის დროს სადაც არის დამკვიდრებული ეს მანკიერი წესები და ხელისუფლება უსამართლოდ იქცევა და მაგ დროს დუმილია ეკლესიის მხრიდან. იცოდეთ რომ მანკიერება შევიდა ეკლესიაშიო. ეგ ჩემი სიტყვები არ არის. ეგ ამბობენ მამები. და შორს ასლა არ ჭირდება ჩვენ გადავხედოთ ჩვენი ეკლესიის ისტორია. აგერ წინაკვირაში არის ხო ევდემოს კათოლიკოსის სცენება. ხომ იცით არა? აი როსტომ ხანის დროს მოღვაწეობდა. აი უჯილოება, უსამართლობა იყო ყველაფერი, ხო? ისიც მიიღო მონაწილეობა შეთქმულებაში სხვათა შორის. მაგრამ გაიხსნა შეთქმულება და აწამეს და მოკლეს. ასე იქცებოდა გაბრიელ ეპისკოპოსი კიქოძე. სხვა უამრავი ღირსი მამები.
დღესაც ეს სჭირდება რა. და ხალხი როცა ხედავს რომ ეს დუმილი რაღაცა გაგრძელდა, უკვე ბრკოლდება და რწმენასაც კარგავს რა. აი ეს არის ამას სოფლის სული. უკვე აი ეს ნელ-ნელა უკვე შედის ყველგან, მათ შორის ეკლესიაშიც რა. ეს მიწიერების სული და დღევანდელობის სული. ასე იქნება ეს ასპარეზია საქართველოს დღეს. როგორ იქნება ანტიქრისტეს დროს, უკანასკნელი ანტიქრისტე როცა მოვა. როგორ მოიქცევთ რა? ანტიქრისტე ზუსტად ესე მოიქცევთ რა. ამას მოგცემ. იმას გაჩუქებდა, იმას რესტავრაციას გაგიკეთებდა მონასტერსა და ოღონდ ჩუმად იყავი. მას ნუიღებ, მე ნუ მაკრიტიკებ. აღიარე ჩემი ხელისუფლება და კარგად იქნები. აი დღესაც ასეა, გარკვეულწილად რა. მაგრამ ამას უსამართლო უნდა შევეგუოთ. მითხრა რომ ჩვენ თვალსწინ რა ხდება, აი, გადახედეთ რა. ტირანია და ფაშიზმი მკვიდრდება ქვეყანაში რა. უმოწყალოდ ქვეყნის საუკეთესო შვილები ან ნაცემები არიან და ციხეში ზდიან რა. და დამკვიდრებულია შიში და ყველაფერი. ზოგი მოწყიდულია, ზოგი დაშინებულია, ზოგი ისა. და აი ამის შედეგი ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ. მაგრამ არ უნდა შევეგუოთ ბოროტობას. აუცილებლად ყველაფერი იქნება კარგად. საქართველო თავისი გზით წავა. არავისი მონა არ გახდება საქართველო და ქართველი კაცი. სიცოცხლე არ არის, ნახე. არ გადის თუ არ გავიგეთ რომ დეპორტირებულები ასობით ჩვენი მოქალაქეები თურქეთიდან. სადამდე მოვიდა საქმე. კვირა არ გადის რომ ჩემთან არა ვინმე არ მოვიდეს, მამაო დამლოცეთ მივდივარ ესპანეთში, იტალიაში, თურქეთში. რა ხდება? აი წინაკვირაში თუ მოვიდა ქალბატონ და თქვა დამლოცეთ მაინც მამაო ეხა იცის ჩემი დამოკიდებულება წინამბეგიო, მაგრამ უკვე ფული ვალი აღებული მაქვს ბილეთი ნახიდებსო. ეხა ეს გინდა არ გინდა უნდა დავлоცო რა. გამოვალი მდგომარეობაში არიან. ვალებში არიან, ესე იგი არ ვიცი, აი სასოწარკვეთილებმა მისული არიან რა. მაგრამ ჩვენ თუ ხედავთ ამას და ვზნობთ, რომ ჩვენზე კარგად ხედავს და იცის ეს ყველაფერი, უფალი და ყოველწლიურად უნდა ნიშობელი. მით უმეტეს როცა ლაპარაკია ნიშობლის წილხვედრ ქვეყანაზე. ამიტომ ბევრი განსაზღვრელი გველოდება, მაგრამ ბოლო იქნება კარგი. აუცილებლად უნდა მოვიდე, იმიტომ ბოლო იქნება კარგი. მაგრამ პირველი რაც უნდა გაკეთდეს და გაკეთდება ხის მარტივ. ანტიქართული ეს მართველები უნდა მოშორდნენ და ასეც მოხდება, ესეც იქნება. და ამას გაკეთებს ქართველი ხალხი. ღმერთის მადლით და ღვთისმშობლის პარველად. ეს იქნება პირველი ნაბიჯი და მერე კიდე ნელი დრო მოვა. ომი იქნება, ომი გარდაუვალია. ომი გარდაუვალია. მაგრამ ღმერთი მოგვანიჭებს გამარჯვებას. ღმერთმა დაგლოცეთ.